რომელსაც არტაშეს პირველის შემდეგ სომხეთში უკვე არტაშესიანები ან არტაშენშიდები ეწოდება, არის ტიგრან დიდი. ტიგრან დიდი არ შეიძლება არ ვახსენოთ სომხეთზე საუბრისას, იმიტომ რომ ეს არის ის მეფე, რომელიც გადაჭიმავს სომხეთს კასპიის ზღვიდან ლამის ხმელთაშუა ზღვამდე, როდესაც სომხეთი არის ისეთი დიდი თავისი გეოგრაფიით, როგორც აღარასოდეს ის მერე აღარ არის და რომელიც ქმნის, ასე ვთქვათ, დიდ სომხურ ოცნებას, ასე ვთქვათ, ერთიანი, ძლიერი, ძალიან ისეთი დიდი სომხური სახელმწიფოს არსებობისა და აი შეიძლება ეს ოცნება ვთქვათ ცოტა უფრო გვიან ჩნდება ყოველ შემთხვევაში საფუძველს ამისას ქმნის სწორედ ტიგრან დიდი, რომელიც დამახასიათებელი ამ ეპოქისათვის, ასე ვთქვათ, საოცარი აღმშენებლობა, ძალიან ბევრი ქალაქი არსდება, არის თეატრები, აი თუ ვთქვათ, შემოვიტანთ თემა სომხური კულტურისა, ამ დროს უკვე არქეოლოგიურად დადასტურებული არის ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, დიდი მიღწევა სომხური კულტურისა, სწორედ ტიგრან დიდის დროს.